ანცა, ესე იგი დღეს მიყავ და შენს კბილის ექიმთან. ხო, ლაშაბიძიასთან. ხო, მაშინ მე სკოლაში აწავალ და მად მოვალ. არა. მთელი ღამე ვფიქრობდი. რა უნდა თქვა, ხო, რა უნდა თქვა, მთელი ღამე ვფიქრობდი. არა, ვერ გაიგებენ. კაი, კარგად. ლაშაბიძე, დღეს იცი სკოლაში არ მივდივარ. მიჩნდება გაკვეთილები. კარგი. არ მივდივარ მეთქი. ხო, გავიგე, თუ გიჩნდება გაკვეთილები რა გინდა სკოლაში? რა დამიჯერა. არა და რამდენი ვიფიქრე. მასწავლებლის დიშვილის დაბადების დღე მეთქი ქორწილებით ხო. აბაზანაში წყალი რაღაც არ თვება და თეკლა, ეთყობა რო გაუჩინარ და ფიზიკოსი და რო არ შედის, გამათბობელი ნერვი უგობს და ხო. საწავიღე. დღეს სკოლაში არ მივდივარ. მივდივოცა. არ და იცი როგორ მეწყინა? თან ახლა სად უნდა დავრჩემი? მაგალითად, ჩემნარი ბავშვის სახლში დატოვება არ შეიძლება. შენც ვერ წამოყვები, იმიტომ რომ ბევრი ხალხი დადის შენთან და მეც ხوار დაგემატები. ნუცასთან ვერ ჩავალ, იმიტომ რომ უნივერსიტეტშია. ბაბუასთან ვერ გავალ, იმიტომ რომ ცივატა იმ გუგას სულერული აზრების მოსმენა არ შემიძლია. რა გია, ლოგიკურია. ხო და თუ ლოგიკურია, ლაშა, ესე იგი შენ მიყავს სამსახურში ნიკა. მე. ისმენთ? დიახ, ლაშა ექიმი ვარ. დიახ. გამარჯობა ბატონო შოთა. კი, გიცანით. დიახ, პროტეზი გავაკეთეთ, ხო? დიახ. არ დამაგრდა? თიგა და თიგრა არის. შიგა და შიგძვრებათ ხოლმე? დიახ. ბატონო? არა, მე არ გამიცინია. არა, როგორ გეკადრებათ, რას დაგცინით? თენთუფლოსთან რა არის? არა, ბატონო შოთა, არ არის აუცილებელი ჩემს უფროსთან მისვლა და დალაპარაკება. მე თვითონ არა ბატონო შოთა, როგორ გეკადრებათ, მე არ ვიცინი. არა, როგორ გეკადრებათ, რას დაგცინით? არა. გათიშა. ხოჭე, რეებს ლაპარაკობ, ვინ იყო? ვინ იყო და ერთი პაციენტია, პროტეზი გაუკეთე და უკმაყოფილოა. თან არის ანას მეგობრის მამა. ახლა მართლა რომ მივიდეს და რო უთხრას ეგ მინდა კიდე მე, თან მეც მაინტერესებს რა სიტყვის ქალბატონი ანნა. მეც ხო იქ ვიქნები და ლოგიკური. ნიკა, გეხვეწები რა. ეხლა შენ სადარბაზოში გადი, ლიფტი გამოიწახე და კარი რო გაიღება, მე სასწრაფოდ გამოვარდები და შევარდები ლიფტში. თორე ეს პაატა ჭუჭრუტანიდან მიყურებს ხოლმე, როდის გავალ და მე ერთად წავიდეთ ბარემო მეუბნება. მიდი, გეხვეწები რა. თეკლა, გეხვეწები კიდე. მომიყევი რას აკეთებს ხოლმე პაატა რა. თორე ცოტა გავხალისდე რა. თორე მომიშალა ნერვები ამ ბატონმა თოთ. რას აკეთებს და იმით მანქანით რომ მივდივართ ხოლმე სამსახურში, მეუბნება რადგენაო მაგნიტოფონიო გამორთეო და მე მთელი გზა მღერის თვითონ. ისე თეკლა, მადლობა. თეკლა, პათუტა. რა პათუტა? პატო თუ ტატო. კარგი, ლაშა, კარგი რა. ნახეთ რაღაც ლაბორატორია აფეთქებულა. რა? აი,
ვაიმე, პროფესორს ხო არ შეემთხვა ნეტა რამე. არა თეკლა ახლა რა უნდა შემთხვევა და რამე რო ყოფილიყო მოვიდო დავთო და გვეტყოდა რა. ხო, ეგეც მართალია. ვაიმე, ლაშა. ავთოა. რასაკეთებ პაატა? სადარბაზოში მიხედები, რას ვაკეთებ? ახლოს რომ მიხვიდე და ისე გაიხედა? მეშინია ბაბუ ცხვირი რომ იმედოს არ მიმეყინო ზედ. კარგი, მორჩი ახლა. როდემდე უნდა უყარაულო. დილა საღამოს იმ გოგოს, მოიცარა ბაბუ რა. არც არაფერს გეუბნები, თუნდაც რო არ გავხდე გამატარი. ხო, გაიარე და არ ახსენო ის სიტყვა, მე რაც გითხარი, თუნდაც რა ხდები იცოდი, ხო, მიდი, გაიარე. დღეს ერთად წავალთ სამსახურში მე და ჩემი თეკლა. ბოდი ნუცა. პაატა, წარმოგიდგენია, ამ ხელს სიუჟეტი გაუკეთა გუგას და რომ ერთხელაც კი არ უთქვამს მადლობა. რას ლაპარაკობ, ახალი ამბავი. მე? შენ რა და მე ნუცა? ის თავისი დიდუბელი სოსო წუმპედან ამოუთრიე და მიუტანე იქამდე, რა ქვია, ოსკარების ცერემონიალამდე. ოსკარებამდე თუ არა, დურუჯამდე ხო მაინც მიუტანე. რა დურუჯი? დურუჯი რა, ის რო არის სპექტაკლების ჩემპიონატი, ჩვენი ეროვნული კაცო რა იყო დურუჯი რა იყო, არა არისი? და მადლობაც კი არ მოუხდია ერთხელ ჩემთვის. რა სიძახი რა. ხო, ისე ამ ბოლო დროს ძალიან უყურადღებო გახდა. ამ ბოლო დროს თორე ადრე ხო რას ამბობ რა, ის ლაპარაკობ რა. თუცა მომისმინე რა უნდა გითხრა? მე გასწავლი რაც უნდა გააკეთო. თავი უნდა დაიფასო. ნუცა საერთოდ ხმა არ უნდა გასცე და ყურადღება არ უნდა მიაქციო. აი მაგალითად როგორ გითხრა? მაგალითად ვინც მაგალითად როგორ შენ და თეკლა? რა ლაპარაკია ეხლა? მე და თეკლა რა მომისმინე თუ გინდა რომ რჩევა მოგცე მომისმინე მეთქი გეუბნები. მომისმინე ყურადღებით რას გეუბნები. თავი დაიფასე ნუცა. ყურადღება არ მიაქციო. საერთოდ არ დაელაპარაკო, ხმა არ გასცე არაფერზე. რაც არ უნდა კითხოს, ხმა არ გასცე მაინც არაფერზე. ხო, აი ეგრე გააკეთე. მიდი. კაი, წავალ მაშინ ახლა და ვეთქვი რომ ხმას არ გავცემ საერთოდ. დაჯექი ნუცა. მისმენე ხა შენ მე რას გელაპარაკები? ამ წუთას გეუბნები, ხმა არ გასცე საერთოდ მეთქი და შენ კიდე ვიდი ხარ და აი ვეთქვი რომ ხმას არ გასცემო. ვერატყობ რომ საფუძველში რო შეცდომაა უკვე. საფუძველში შეცდომაა უკვე. კი, საფუძველში მივხვდი. გასაგებია? ხო, რაც არ უნდა იყოს ხმა არ გასცე მეთქი გეუბნები. ხო. საერთოდ ყურადღება არ მიაქცია. პაატა. მადლობის სათმელად შემოვედი. არაფრის გუგა. ნუცა! ნუცა. გახსოვს შენ რომ მეუბნებოდი რესტორანში წავიდეთ, რომ პატიჟებდი, გინდა დღეს წავიდეთ. მინდა. რა? შენ მე ხო წევდი სულ მაგას და ეხლა აღარ გინდა? ხო, არ მცალია გუგა. რაო? მე მითხარი რა მე გუგა? ხო, რაო? მე რა ვიცი, მე გავიგე არ მცალიოდე, შენ თუ სხვა რამე გაიგე არ ვიცი. გუგა მოხვედი, ვითამაშოთ? არა, ხოდება, ვიცით, ნუცას ვეხოწები რომ წამოდით რესტორანში მეთქი. არა და თვითონ მეხოწებოდი ადრე. ხედავ რა დღეშია. ხო. ხო და ცოტა ხნის წინ შენზე მომოვდით ხოლმე იგივეს. ყველა დაიმასო. კარგი, წავედი ნუცა მე. ნუცა, წავედი. რა თუ გადაიფიქრებ დამირეკე ნუცა. დაგირეკავდი გუგა რომ მეცალოს. კარგი. ვაიმე, თეკლა. აუ, ხალხო, კარგით რა, ვაიმე, თეკლა იყო, მე მგონი. თეკლა იყო, ეხლა დავინახე სადარბაზოში გაიგე. რა გითხარ?
ვაიმე, მაგიდა. გამაგიჟე. ალო, ისა. თეკლა, ხო, მე ვარ, პატა ვარ, ხო. ხო, მეც. არა, ხო, რა ვიცი, ხო ამბობენ ხოლმე მეც, ხო და მეც გითხარი მეც. ხო, არა, სამსახურში წავიდეთ მეთქი ერთად და რა წახვედი უკვე? ვაიმე, რა გინდა, უცა რა გამაგიჟე, რა გუგა, რა ცოლი, ბაბა, რა გამაგიჟე კაცო. გამაგიჟე თქვენ მე რა. ვიდექი მთელი დილად გევარ და ვიყურები ხო ამ ჭუჭურო ტანაში ჩემთვის, ვიყურებია რა. რა გინდა კაცო, მოვხედით ამირიეთ, გავარ ვიყურები ამ ჭუჭურო ტანაში რა. რა მაგარი სიტყვა, არა ჭუჭურუტანა, რა მაგარი სიტყვა, რა. ვაიმე, გამანებით. მეს გუგამ მომწერა. ბრავო. მართლა არ წამოხვალ? აუ არა, ვერ გავიგე. ხო ვთხარი რომ არ წამოვალ თქო და აი რა იციან რა ეს შეწუხება რა. დიდუბელი სოსო. დატო ის თუ გაუგზავნე შენი დისერტაციის მაგერად გაგიჟდებოდნენ აბა რა? არა, ხოლმე ეს წავიკითხე, არ ჩემი წერის სტილს გავს ნამდვილად. არა, ეს არ არის. ურიერი, პატა. თეკლა მოკლედ ეს სულ აქ უნდა ყავდეს რა. ბარება ადექი და ზარი დააყენე რა მე რა ისეთი რა. ტან და გიდარეკოს ხოლმე ალბათ რა. აგე? უსტა მოგიტანე. პატა, არ არის ეს ჩემი წერილი, ეს კადრებში უნდა ჩაიტანო. შემეშალა? ხო. კარგი, თუ შემეშალა წავიღებ. ისა პატა, ერთი წუთით საქმე მაქვს შენთან. საქმე გააკე. ხო, ისა რა ქვია. აკეთა ვარ ის ვერ გაიგე დატო რა თქვა გოგომ საქმე მაქვს შენთანო თეკლამ. არა, დატო იყავი, არ გახვიდე. არა. იყოს არ გავიდეს? კარგი, იყოს. დატო. ნუცა როგორ არის დატო? ნუცა როგორ არის დატო? ნუცა და დატო და ნუცა და დატო და ნუცა და ნუცა რა ვთქვა მე რა შუაში ვარ ნუცა და პატა შენ გააგზავნე არა ტატოს სადისერტაციო ნაშრომი? ხო თეკლა ეგ ხო ჩემი პირდაპირი მოვალეობაა თეკლა და აბა კარგი პატა რა კარგი რა გაგიგზავნია ეს რა არის კარგი რა ეთყობა თეკლა რა გამიგზავნია რა ეხლა ადამიანები ვარ და ყველას მოგდის შეცდომა მაგრამ როდის შემეშალა ეს როდის დავდივარ მთელი დღეატრის ვიჭყლიტავ თეკლა აღარ შემიძლია ამაზე ფიქრით როდის შემეშალა მაგრამ იცი როდის შემეშალა მე მგონი როდესაც ტატოს ნაშრომს ვიღებდი და დიდუბელ სოსოს რო დებდი ეთყობა მაშინ შემეშალა კარგი პატა კარგი აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს რა ესო ტატო დაგირეკეს იმის მერე რაც ნახეს ეს ნაშრომი მართლა დაგირეკეს რა რა გითხრეს მითხარით ხო ტატო რა გითხრეს რა თქვა ეხა გოგოა მაინც და ეხა კარგი გასაგებია არ თქვა მაგრამ ის მაინც მითხარი სამსახურიდან გიშვებთო? არა მისაყვედურეს არა ეგ კითხე ხო არ მიშვებთ მეთქი სამსახურიდან რო ვიცოდე მეთქი და არა არ გიშვებ არაო კარგი რა გუგა კარგი რა კარგს ვერ წერ ცუცე ცოტა ისეთი მაინც რაღაცა დაწერე რომ ადამიანი რო პატა მისმინე მე ხო შევალ ბატონ რუსუდანთან და ვეტყვი რომ ამ სამსახურიდან ან მე მივდივარ ან შენ თეკლა მოიცადე თეკლა თეკლა მომისმინე რა კარგი წავიდეთ ერთად წავიდეთ და ბედნიერად ვიცხოვართ. პატა, საქმე გაქვს შენ, წერილები გაქვს წასაღები და მიხედე საქმეს. ტატო, მოდიხარ ხო? რა გინდა რა? რას მერჩი სიყვარულის ღმერთო? რატომ დამტოვე მარტო ამურო? ამუნია კარგი მივხედო ჩემ პირდაპირ მოვალეობას კარგი ჩავიტანო წერილი რაო ტატოსო
მოიცა ტატოს რა წეს რა აქ არ უზის 24 საათი, მაგრამ რაო? ტატო მე შენს მიმართ სიმპათია პირველივე დღიდან გამაჩნია. და თუ რა ჩემს ზენდრაგან მოიწოში ხმაზე ცვალებში და შეხოლა მიდარო ფორმაში იყო. უყურე ერთი. რა გინდა რას მეჩია? კარგი მიიღებს წერილს ტატო. მართლა სიყვარული ბრმა ყოფილა რა. რა კარგი რაღაცა მოიფიქრე ხა სიყვარული ბრმა. ვა, რა კარგი რაღაცა მოიფიქრე. აუ ხამურო. ამო. დიახ ბატონშოთა. დიახ, მესმის, მაგრამ არ არის საჭირო მოსვლა და ჩემს უფროსთან დალაპარაკება. ჩემთან შემოდით კაბინეტში და მე მოვაგვარებ მაგ პრობლემას. იცით რა არის? დიახ, არა გასაგებია, მაგრამ კაცი გამაგიჟებს ეს კაცი და მოდი და გავაკეთებ ამ რა ვქნა, ჩემ ბრალი მაინც იყოს, ხმას არ ამოვიღებდი. არ ვარ გაესწებოები და კარგი და შენ კიდე უნდა დიხარ თავბრუ და მე ხო უკვე აღარ შემიძლია. ვიზი ხო ცოტა ხანში გვანცა უნდა მოვიდეს და კარგად გავუკეთე კბილები, ხო არატკენ? ნიკა, მე რამდენად უნდა მითხრა რომ გვანცაუნო, რატო უნდა ვატკინო, რატო? დაწყდები დამშვიდი, ახლა შენ გამომართული მობილური ითამაშე, ცოტა გულს გადააყოლე, მიდი. კარგი რა თამაშის დროა? ვერ ხედავ ისედაც ნერვი ულობ. თამაშს უყურე ერთი რა. აბა რა ხდება ლაშა? ნიკა მოსულა, გინაცალე, ხوار ნერვიულობ განცას გამო. არაფერი შვილო, ოქროს ხელები აქვს, მიწაშენს გაკეთებ, ყველაფერს კარგად იზამს. კაცო, რაბაგის პასუხია და რაღაცა დამწრისუნი მცემს ამ ოთახში. კარგი და რა დამწრისუნი? შენი გული იწვის, ლაშა, გინაცალე, შენი გული. კაცო, ერთხელ და სამუდამოდ დააყენე საშველი და უთხარი იმ გოგოს რა გაწელე და გაჯანჯლე და გააგიჟე ეს ამბავი და გაგვაგიჟე ჩვენც იცოდე შენ როცა თავს მოაბავ იმას უკვე ქმარი და ორი შვილი ეყოლება. კარგი ნოდა დავიღალე უკვე აღარ შემიძლია მორჩეთ მაგაზე ლაპარაკს რა. კარგი რა ნოდარი ბიძია რა, ეხლა გვანცა უნდა მოვიდეს და ეგთა მერე განვიხილოთ როგორც საჭიროა. დედა რა ჭკვიანი ხარ ამას მაინც მიბაძე შეგაჭებებულო შენ დისწვეთს მაინც მიბაძე. შეიძლება? მოდი გვანცა. გამარჯობა. მოდი გვანცა დაჯექე შენ. თქვენ შეგიძლია გარეთ დაგველოდოთ. ნოდა. ჩემო ასმა, ჩემო საყარელო, ყველაფერი გაგიგე რაც გთხოვე. მოგიყები იმდენამეს ის გეტრებისად იყიდება იმასაც გეტრე. ქმარი და ორი შვილი იცოდე. კარგი, ხო. ხეხულია ბავშვები. ბავშვები ეძახე შენ და ვერ ხედავ რა ჩაჟღვიტილებულები არიან ერთმანეთში. შენ მაინც იყვე მე. აბა განცა, როგორ ხარ? კარგად, ძალიან კარგი. შენ არ ინერვიულ არაფერზე? საერთოდ ვერ იგრძნობ ვერაფერს. ხო არ ნერვიულობ? ცოტას კი. აუ ბიძია რომ შეიძლებოდეს განცას მაგივრად მე გავიკეთებდი. ამას უყურე ერთი მოვა. შენ ერთი თვია გეხვეწები, მოდი კილს გაგიკეთებ მეთქი და ფეხი ვერ მოგადგმებინე აქ. განცა? ხო ნიკა. ნუ გეშენია, არ გეტკინება. ხო, თან ლაშა ბიძია იცი რა კარგი ექიმია. ხო, ვიცი. იცი რა ქენი, სხვა რამეზე იფიქრე და საერთოდ არ გეტკინება. კარგი ნიკა, ნუ ნერვიულობ. კარგი, ხო, გამიჩუყდა გული ახლა გეყობა, გამოდი შენ კიდე მიმიშვი ხო მაგრამ. ასე, ხო გითხარი არ გეტკინება მეთქი. დიდი მადლობა ლაშა ბიძია და ნიკა. ხო, რა მადლობა ახლა. ბიძა ჩემია პროფესიონალი, თორე მე რა. აბა, ხო ოქროს ხელებია კლასიკოს ენაცალე. ლაშა მოდი ერთი წუთი საქმე მაქვს შენთან. კარგი, ახლა როდარ არ დაიწყო, ნუ გადამრევ, დამანებე თავი. მე გვანცას გავაცილებ, წამოდი დედიკოს უთხრათ რა პროცედურები უნდა ჩაიტაროს. საქმე მაქვს ერთი წუთი. დამანებე თავი, გაჩერდი კაცო, გაჩერდი. რა ბოდიალა ხარ. აუ რა მაგარიანო დარბიძია, ისტორიაში ერთად ვიმეცადინე. მომისმინე შვილო რა დროს ეგ არის? ესე იგი, რამენაირად უნდა მოვიფიქროთ მე და შენ როგორ შევახვედროთ ლაშა და ანა ერთმანეთს. იდეა მაქვს. იცი რა ვქნათ? აი
ისე შევახვედროთ და ისი რა მოუწყოთ. აი ფილმებში რო არის ერთმანეთს რო ხვდებიან. აი იცი რა როგორი საღამო? რომანტიკული საღამო. ხო, აი ეგ. გენიოსი ხარ, შენ გენაცვალე, შენნაირი რომ მომცა 1-2 ამ სამსახურში ისე თამას დავატრიალებდი ქვეყანას ამაგუხუნები. წამოდი შეგო. წამოდი. გუგა. ვა, ერთი აქ არის, მეორე არა. ეს უკვე კარგია, თუმცა კარგია, ყოჩა, გამარჯობა. გამარჯობა. აბა რა ხდება, რამდენი ხანი გაძელი გოგას გარეშე? გეტყვი ხდეთ. აბა. აუ 2 საათი და 17 წუთი. კი არა და უკვე 18. აუ, როდემდე უნდა ვიყო ეს? ნუ არ ვიცი, ხვალამდე გაძელი როგორმე და ხვალ გეტყვი. როგორ უნდა იყო? თუ გინდა ხვალამდე დაგეთვლი წუთებში რამდენი იქნება, მაინც რა ვიცი, რამდენი ხანმა გაძლო, გინდა? რა, არ მინდა. აუ, ნეტა მალე გათენდეს რა. კარგი, დაწყნეთი და გუგა მოვიდა, არ მიიხიდო. უცა არ არის კარგი. ნუცა პატა რა ჭირს ამას ვერ გავიგე ნუცა ისა რა ვიცი გუგა სანამ შენ მოხვიდოდი კარხასიეძე იყო და აი ახლა მოიწყინა ნუცა რა ჭირს ვერ გავიგე ნუცა მე სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და უნდა წავიდე ნუცა რა ჭირს ნუცა დაჯიქი გუგა ნუ არ ვიცი ხო გითხრა რომ სასწრაფო საქმე გამომიჩნდაო და უნდა წავიდეო და სასწრაფო საქმე გამომიჩნდაო ხო და რა ვიცი აი წავიდა და აი ესე რა ვიცი მაგრამ ესა გუგა რა კარგია რომ მოხვედი შენთან ხონდა საქმე რაღაცა საქმე მაქვს შენთან შენ ხო წერ რაღაცეებს და ხომ წერალი ხარ და რამე რა ხო ხტები და აი რაღაცა მაგასთან დაკავშირებით არა გუგა მართლა სერიოზულად გეუბნები რაღაცაში უნდა დამეხმარო რაში მოკლედ თეკლას უნდა მოეწერა ჩემთვის წერილი ხო და რაღაცა შეეშალა სხვას მიწერა ნუ ამას არ აქვს მნიშვნელობა და უნდა გადამაკეთებინო ეს წერილი ხტები ხო წამაკითხე აბა ხო აი ნახე ხო აქ ძიმე უნდა აქ მოაკლია პასტა თუ შეიძლება რა გუგა მომისმინე პასტა კი მაქვს მაგრამ რა წერტილი რა მძიმე სხვა რაღაცას გეუნები გუგა ერთი წუთი მათხოვე რა აი დიდუბეს სოსოში რო წერ ხოლმე ხო ხტები ეგეთი რაღაცები უნდა ჩაწერო ნუ თლათ ეგეთიც არა ეხლა ხო ხტები მაგრამ დაახლოებით რა ანუ თვითონ აზრობრივად ხო აზრო ხო აზრო კარგი მინდი წავიკითხო დავიწყო ატო მე შენს მიმართ სიმპათია პირველივე დღიდან გამიჩნდა. ვაიმე გუგა, სუდადო არ შემიძლია შენ წაიკითხე გამომართვე. ატო მე შენს მიმართ სიმპათია. გუგა იქ ხო უკვე იყო. სხვა გააგრძელე მე. ჩემს თანაშემწედაც იმიტომ მაგიყვანე. მომეწონა შენი ხმა, შენი თვალები, შენ გუგა გეხვეწები ცოტა ჩუმად წაიკითხე არ შემიძლია. შენთან შეხვედრისას სულ მინდა ფორმაში ვიყო. გუგა გეხვეწები გაჩუმდი აღარ შემიძლია გუგა ძალიან გთხოვ გაჩუმდი რა. ძალიან გთხოვ გაჩუმდი გუგა აღარ შემიძლია. პატა ეს როგორ უნდა გადავაკეთო? რა? ეს რას ქვია როგორ უნდა გადავაკეთო? მაჩვენე მომეცი აქ მე გადავაკეთებ და მე შენ შეამოწმე აბა. მოდი აი ესე და ესეც. ვა, რა მაგარია. აი ეს აბა ნახე ახლა. პატა ხო მომეწონა მარა არის აბა გუგა გამაგებინე ერთი იმისი ხმა როგორ უნდა მოეწონოს როგორ მოწონს იმისი ხმა ხო და აი გალანტური რო წერია მაგას როგორ გადააკეთებ აბა გალანტურს გალანტურს აი როგორ და მოდი ეს სიტყვა იყოს დავტოვებ ამ სიტყვას არ გადავაკეთებ იმიტომ რომ მაინც ვერ გაიგებს ამ სიტყვას და შეიძლება ეწყინოს კიდეც ხო და აი ამას რა ვუყავთ აი შენთან შეხვედრისას სულ მინდა ფორმაში ვიყო აი ამას რა ვუყავთ ხო ამას რაღაც უნდა მოუხერხოთ სულ მინდა ფორმაში ვიყო რაღაცას მოვიფიქრე
უკაცრავად პროფესორზე ხომ არ გაგიგიათ რამე? სულ მინდა ფორმაში ვიყო. კიდე არ გამოჩენილა? არა, არ გამოჩენილა და უკვე ნერვიულობ რა, ყველგან ვიპოვე და ერთად ვერ ვიპოვე რა, ყველგან მოძებნა. სულ მინდა ფორმაში ვიყო. იცი რა არის, ავთო ეხლა ჩვენ კი დაგეხმარებით მოძებნაში, მაგრამ შენ და გითხრა რამე ინფორმაცია უნდა მოგვაწოდო. ინფორმაცია უნდა მოგვაწოდო. აი რამე ინფორმაცია, რასაც ფლობ პროფესორის შესახებ უნდა მოგვაწოდო. ეხლა შენ შეიძლება მოგეჩვენოს რომ ეს არის საქმე უმნიშვნელოა, მაგრამ ასეც გონია ალბათ, მაგრამ ეს არ არის უმნიშვნელო. ჩვენთვის და შეიძლება გამოგვადგეს. ისა დავფიქრდები მაშინ და სულ მინდა ფორმაში ვიყო. მოვიფიქრე ისა რა ქვია, ყურდღლები უყვარს. რა? ვაიმე, ავთო, ჯიგარი ხარ ავთო. აი რაღაცა მინდოდა და ვერ ხვდებოდი და ჯიგარი ხარ, დიდი მადლობა, როგორ დამეხმარე შენ ახლა არის. პროფესორი გამოჩნდება, ყველაფერი კარგად იქნება. წავედი მე, ჯიგარი ხარ ავთო, როგორ ვერ მივხვდი აქამდე, როგორ ვერ მივხვდი. რა ვიცი, დავიღალე ცოტა. გოგა დავსდოს თელ დღე სადმე წავიდეთ რა. აუ, კარგი რა, მუცარეებს მოიგონებ ხოლმე. რა? მუცა აქ ხარ ხო? რა იყო ვერ ხედავ? ხო, არა, დაგინახე რომ შემოხვედი და მე შემოქევი. მუცა, გავიგე რომ რესტორანში არ გინდა წამოსვლა და არ გინდა კინოში წავიდე და ძალიან მაგარი. გოგა, არ მცალია. სარაღაც საქმე მაქვს თან და ვერ. მუცა, ეხლა საბოლოოდ გეკითხები, გინდა თუ არა კინოში წამოსვლა? გოგა, აი საქმე, აი წერ, შეხედე საქმე მაქვს. ნახე? კარგი, მუცა. არ გინდა და ნუ გინდა, კარგად. წავედი. წავიდე. მართლა წავიდე. მე რა შემოვაკიდე. მე სულ ეგრე შევიხო, მე ნახე. 1 2 3 4 5 ალო. დიახ, ბატონო პროფესორო, დიახ, სად ხართ? მის სამარცს მეტყვით, დიახ, ახლა ერთ წამით ჩავიწე. დიახ. 12 აუ, კაი, პატარა რა მოიფიქრო, პატა, წავედი მე გოგა. ალო, ბატონო პროფესორი იყო? ჩაიწერე მის სამართლს. იმითხრა რაღაც, მაგრამ ვეღარ მოვახერხე ჩა. და მე ხო არ ვკითხილა. არ ვიცი, აღარ მაქვს, შეიძლება გიკითხა კიდეც, რავი, ქუჩის ტელეფონი დავრეკა. კარგი რა. შეიძლება? კი, დატო, შემოდი. წერილი მივიღეთ თეკლასგან და ხო არის ვისგან არის? მე ვარ. დატო, მე ვარ თეკლა. არა, თეკლა შენ კი ხარ, მაგრამ წერილი ვისგან არის მეთქია? მე ვარ მეთქი თეკლა, დატო. ესე იგი შენ გამომიგზავნე ეს წერილი? ხო, მე არა ვიცი, არ გვინდა ეხლა მაგაზე ვთქვა. არა, ვიცი რაღაცები ვერ გავიგე და ხო, ის გაკრული ხელი მაქვს და რატომ მემუქრებით? მე გემუქრები? ავი, რაღაცნაირი ხელი მაქვს და კარგი დადო, კარგი რა იყო ახლა ამაში გაუგებარი? არა, რაღაცები გავიგე, აი მაგალითად გალანტური გავიგე, მაგრამ ეს არ დარჩენი ვერ გავიგე ვერ. მეტი ვერაფერი ვერ გაიგე დადო. ხო, არა, ეს მომწონსო. ხო და ეს არის ძალიან მაგარი. შენთან შეხვედრისას სულ მინდა რომ კურდღლის ფორმაში ვიყო. ეს კურდღლის ფორმაში ვიყო. რა კურდღლის ფორმაში დადო მაგან? რა? შენი დაწერილი არ არის თეკლა მე ვარო და აგერ წერია შენთან შეხვედრისას. თეკლა მე ვარ, მე ჩემი დაწერილია, მაგრამ ეს კურდღლის ფორმაში არ არის. წერია კურდღლის ფორმაში. რა თქმა უნდა, დადო კურდღლის ფორმა ნუ გაჰამ. ხო, მაგრამ ეგრე წერია. ჩემი დაწერილი არ არის კურდღლის ფორმა არის სისულელე რა კურდღლის ფორმა. გამარჯობა. პატა, კურიერი. ეს სულ აქ უნდა იყოს რა მოკლედ რა, არ ვიცი რა. თეკლა ისა რა ქვია. აი შენ რომ ამანათი შეუკეთე ჩამოვიდა და მოგიტანე. რა ამანათი რა? არ ვიცი, აბა რა არის, ერთად ნახოთ. ამანათია, ხო არ გავხსნილ, შენ ხო არ გავხსნილ, ნახოთ აბა ერთად რა.
მოდი დამეხმარი, მოდი, ყველას გვაინტერესებს რა არის, რა თქმა უნდა. აბა რა არის? აბა მე არ გამიწერია უკურდღელო, გამიწერია კიდევ. თეკლა, კურდღელი. რა? რა ვიცი, ამანაც შე რო გამოიწერე, თეკლა აგე ჩამოვიდა კურდღელი. პატა. ეს წერილი შენ გაუგზავნე ტატოს? ხო, თეკლა, ეგ ხო ჩემი პირდაპირ მოვალეობაა რა. ხო და ის ტექსტების გადაკეთებაც შენი მოვალეობაა რა? თეკლა, რა ხდება იცი, გადაკეთება რა შუაშია ეხლა, მაგ წერილმა იმდენი იარა, ლეტყობა ჯანჯღარში ასოები აირია, ხო და მერა შუაში ვარ, თან თეკლა ხო იცი ეხლა, მაინც ზოგიერთი 100 ისეთი რა ხა, მაგ წარმოედგინე, სულ და ჯირო ერთმანეთს წამოედება, რა გააშორებს მე ერთმანეთს და ჰა, მერა შუაში. მომისმინე პატა, მე მივდივარ ქალბატონ რუსუდანთან. მოიცა, თეკლა, რა მოგივიდა? პატა, წავედი, ბატონო. ეს მომეწონა ძალიან. ესე დიდუბელი სოსოსავით, ამაკი პატიოსანი და შეუდრეკელი ხარ. კარგი რა გუგარა, როდის გამოვასწრო ამის ჩამატება კაცო, ერთად ავიჯექეთ, ერთად იმოშევ, როდის გადააკეთა, ვერ გავიგე. კარგი წავედი. პატა, ბატონო. თეკლასთან მიტყვი. ხო, იცი რა, ფრთხილად იყავი, ის გაკრული ხელი აქვს მაგას. მოდი, ფული კი დავხარჯეთ ცოტა, მაგრამ არა უშავს, ბიჭობი. აბა თქვენ იცით, ყველა რომანტიული სახები, ყველა გაფრთხილებული ხართ, იცით, როგორ უნდა მოიცეთ, არ შეგეცადოთ, შენ გერაცვალე, რაც ეს პროფესორი გაქრე, ეს გოგოც წავიდა ხელიდან. სადახა გოგო, მოდი აქ. შენ გერაცვალე, როცა განიშნებ, მიდი, მიხვალ, როცა განიშნებ, მოდი, მოხვალ, ამ ყვავილებს მიართვებ, რომანტიკას ჩვენიერება ყველაფერი საუკეთესო. კარგი და იმ მაგიდასთან, ან ორზე გავშალო ის მაგიდა. ჯერ ორზე გაშალე და მე შეიძლება ისე წავიდეს საქმე, რომ 200-ზეც მოგვიწიოს გაშვა კიდევ. იცოდე, ეხლაც რო არ გამოვიდეს ამათი შეხვედრა და ლაშამ რო არ უთხრა სამ გოგოს ის რაც სათქმელია, მე აღარ დავეხმარები, დავიღალე რა. შენ კი არა, არც მე აღარ დავეხმარები. მთელი დღე ავიღეთ საალის და ხათუნას ამბებს ვისმენ. ბევრს ვლაპარაკობ. მოდი ეხლა მოვძებნოთ ადგილი, საიდანაც ყველაზე კარგად გამოჩნდება ეს ადგილი. მოდი, მომყევი შვილო. უკაცრავად, შენ გენაცვალე, ეს ადგილი არის დაკავებული, იქით გადადის სათლე. გამოდი. არა, ნუ გამოხვალ, მოდი, ეს კი არა, ის ყოფილა დაკავებული, შემეშალა, ბოდიში გენაცვალე, დაჯექი, იქ მიდი შვილო. იქ ჯობია. აბა. აქ გადასარევია. თქვენ ჭირმი არ მომჭრათ თავი, მოვლენ ეხა სადაც არის, ჩვენ ორი წვენი მოგვიტანე შვილო, როგორც ფული ჩვენ კი არ გადაგვახტები, ნუ იმას გადაახტებინე, ახალგაზრდა ბიჭია გაიხარდება გოგო რომ ფულს ხდის და ჩვენი მოგვიტანე ხარ. მოდი აქ, სულ გასწორდით ზერა იმიტებია რა. დაჯექი შენ და მე შეუკვეთავ და მოვალ ახლა, კარგი? რა გიგდა ხა? მითხარი, რა გიგდა? ეხლა არ დაიწყო არაფერი. დიახ, მოვედი რომ აქ დაველაპარაკო ანას. მეც მოვედი, მოვიყვანე ბავშვი რომ ნაყინი შეჭამოს. არ შეიძლება მიდი მიხედი საქმეს. უკასრავად მე ერთ წუთი მოვიხო ჩვენ და. აბა რა სასწრაფო საქმე გაქვს მაშა? ხო, ანა, იცი რა ალბათ ადრეც უნდა მეთქვა, უბრალოდ იცი რა ცოტა მეუხერხლება კი არა, აი როგორ გითხრა. ეს თქვენი ნამცხარი და შამბანიური. ეს რა არის? ეს თქვენი შეკვეთაა. ალბათ ისე ნერვიულობ და გაგვიყვდა რომ შეუკვეთე. ხო, შეიძლება. რას მიყურებ წინ. რას მეუბნებოდი ლაშა? რას გეუბნებოდი, ხო? რა ვიცი, ალბათ ადრეც უნდა მეთქვა, თქო, უბრალოდ რაღაცნაირად ვერ მოვახერხე. თქმა, თან არ ვიცი საიდან დავიწყო. იცი, აი ეს იქიდან დავიწყებ, რომ მე ჩემთან მოსვლა. თქვენ. ალბათ ესეც მე შეუკვეთე, ხო? კი, ესაც თქვენი შეკვეთაა. იცი რა, დაახლოებით ხვდები რისი თქმაც გინდა. მართლა? ხო, იცი ანა, ძალიან მერიდება თან მე ფაქტიურად არაფერ მერიდება, არ მოკლედ, არ ვიცი როგორ. რატო გერიდება, მითხარი? ეს თქვენ. რა დროს ყოფილეთ? ყვავილე.
ლაშა, ძალიან მეჩქარება, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და პირდაპირ მიხარ ის თქმაც გინდა. კარგი, გეტყვი. მოკლედ. Only შენი მეგობრის მამა რო იყო ჩემთან მოსული შოთა, იმას პროტეზი გაუკეთე და ჩამოუვადა ჩემი ბრალი არ არის წემო იყო ცუდი. გამოდიშეთ, გამოდიშილო. გამოდიშეთ, ფუში. გამოდი. იახ ნოდარი მარა, აწივინ ჩენ მოგეხმაროს მაგასაც ნახა. უყური ამას, წამოდიშილო, წამოდი ჩქარა. როგორ გამოყვა ის 4 ცოლი? კარგი რა ბიძია რა. გამარჯობა ქალბატონო. წამოდი, წამოდი. ეს წებო ალბათ შემოტანილი რო არის ნოდარის ეთყობა, ნერვიულობს მაგასე და რა არ ვიცი რა მომხერხვა ამ პატას სადაც მივდივარ ყველგან იქ მხდება რა არ ვიცი რა უნდა შევწუხდი უკვე ისე როგორ უყვარვარ არა შეწუხდი კი არა მე მგონი უკვე თავისას მიაღწია პატა ნუ აღწევს ყოველ შემთხვევაში ნელ-ნელა გულს გილბობს ხოჭახ პატა ხოჭახ რობოტების გამოფენა ტოკიოში. კურდღელი რობოტები. პროფესორი, ამას აქ რა უნდა? თეკლა, მოდი.